ადამიანი რითი განსხვავდება სხვა ქმნილებისაგან. რასაც მე ვამბობ, ვიტყვით ვამბობ საერთოდ ეს ჩემი გამოგონებული არ არის. მე თქვა დავთვალოს ეს გამოცხადები ჩვენ საიდან ვიცით ყველაფრის შესახებ. ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად, მალ გითხრა. ყველაფერი აქედან ვიცი. და ესე იგი ჩვენ ერთი რაც ვიცით არის ის რომ ადამიანი არის თვითუფლებრივი და მოაზროვნე არსება. სხვანაირად ვთქვათ, თავისუფალი და გონიერი არსება. ეხლა ეს მოაზროვნეობა რას ნიშნავს? მოაზროვნეობა ნიშნავს შემეცნების სიღრმისეულ უნარს. არა ორიენტაციისა სამყაროში. წერი რო გაუშვა ხოჭოც კი ეხლა მიხვდება რომ ისი არ უნდა წავიდეს ასე წავა და რაღაცა. ამას კი არ ნიშნავს რომ რაღაცას არ დაეჯახო. მაგას აკეთებს რობოტიც. არამედ შემეცნებაში იგულისხმება სამყაროს სიღრმისეული აღქმა და მათ შორის ანალიზის უნარი. ადამიანი არქმევს ცხოველებს სახელებს. რას ნიშნავს ეს? ესე იგი ამით წმინდა წერილი გვეუბნება რომ ადამი უბრალოდ ზედაპირულად კი არ ხედავს რაღაცა რომ დადის, არამედ მის არსში რადებს ამას ხედავს, სახელის დარქმევა, არსს ცლდება. აი ეს არის შემეცნება და ეს გონება, ჩვენი გონება არის შემეცნების უნარის მქონე. გონება მრავალსექტორიანია. მათ შორის ლოგიკური აპარატის გონება, ესთეტიკური აღქმის გონება შეუძლია. ზმნელობრივი კანონის აღქმის უნარის გონებას აქვს და მისტიკური აღქმა, ანუ ტრანსცენდენტული ყოფიერება, სამყაროს მიღმიანი. და ეს უნარები მიმართულია სხვადასხვა მიმართულებით. მიწიერი სამყაროსკენ მე და როცა ადამიანი მეცნიერი ხდება, როგორ უნდა აღმოაჩინო ხო კანონები, როგორ უნდა მიხვდე რომ მათემატიკა არის მთელი სამყაროს ალგორითმია რა, ფაქტობრივად ძალიან საინტერესოა, ხო ეს? ასევე ადამიანმა ეს უნდა მიმართოს თავის შიგნით. იმიტომ რომ ქრისტიანობა გვასწავლის რომ გარეთ ხო მშვენიერია და ლამაზია და შიგა სამყარო უფრო მშვენიერი და ლამაზია. მეცას გეტყვით, გარეთ სამყარო ამოწურვადია. მას თავისი საბოლოო ჯამში ძალიან დიდი, მაგრამ მაინც თავისი ისა აქვს რა, ჰორიზონტი აქვს. მაგრამ ადამიანის შინაგან სამყაროს ჰორიზონტი არ აქვს. სამონებში არის ესეთ სიტყვები, უფსკულს ხადის მოუწოდებს, ანუ უფსკული, რომელსაც ჩვენ ხადით მოუწოდებთ, ვეძახით, ეს არის ღმერთი. ხოლო ის უფსკული, რომელიც ღმერთს მოუწოდებს ეძახის, არის ის უფსკული არის ადამიანი. და ადამიანი ისეთი სიღრმის არის, რომ მასში მკვიდრდება სამყაროს შემოქმედი მამაზე და სული წმინდა. და მკვიდრდება იმ სისავსით და იმ ხარისხით, რომ სიმონ ახალი ღვთისმეტყველი თუ ისააკასური ამბობს, რომ ასეთი ადამიანის გული, აი გოგო ხასელს ოქონა მაგალითად. ასეთი ადამიანის გული და ზეცა აღარ განსხვავდება ერთმანეთისგან. გესმით რა საოცარი რამეა ადამიანი. ხო და ესე იგი რას ნიშნავს ეს რომ ადამიანმა თავისი უნარების შემეცნების უნდა მიმართოს საკუთარი თავისკენ. აი როცა ამას არ აკეთებს, როცა თვით შემეცნებას არ ახდენს ადამიანი, ცხოვრებით შემეცნება არ შეუძლია. ბლეს პასკალი ესეთი დიდი მეცნიერი იყო, ფილოსოფოსი და თეოლოგი. ესეთი ძალიან სხარტი გამონათქვამი აქვს. ადამიანი გრძნობს თავის უბადრუკობას. ვერ აგზედებს. ხე თავის უბადრუკობას ვერ გრძნობს. და მე აგზედებს. ადამიანი გრძნობს თავის უბადრუკობას, მაგრამ მისი სიდიადეც ესაა სწორედ. ადამიანი თუ საკუთარ თავს არ შეიმეცნებს, ის თავის ადამიანურ რესურსს არ იხედებს. გესმით, მას აქვს უზარმაზარი რესურსი ადამიანს. თავის ცხოვრებას ახურგავებს თუნდა აი მხოლოდ მეცნიერება რომ შეისწავლოს ადამიანმა და დიდი მეცნიერი გახდეს, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანმა თავისი შესაძლებლობები დაახურდავა გარე სამყაროს შემეცნებაში. შექმნა რაღაც საოცრებები, მაგრამ დაახურდავა თავის თავს. შინაგანი შემეცნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შინაგან შემეცნებას როგორც კი ადამიანი იცნობს, ამაში მე ღმერთი ეხმარება რა თქმა უნდა. ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას როგორც გონიერ თავისუფალ და პოტენციაში მარადიულ არსებას, ესე იგი, არ შეუძლია მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება, არ შეუძლია მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება, იმიტომ რომ მასსა და მარადიულ სიცოცხლეს, ანუ მასსა და ღმერთს შორის არის ძალიან დიდი ბარიერი. და გარანტირებულად უნდა ჩაკეტილი აღმოჩნდეს ამ სამყაროში. და ვერაფერი ვერ გადაარჩას, გარდა ღმერთის ყოვლის შემძლე ხელისა. გესმის? აი სანამ ადამიანი საკუთარ აი ამ ჩაკეტილობას სრულად ვერ გააცნობიერებს, მას ბოლომდე
ბოლომდე მთელი სისავსით არ ექნება მოთხოვნილება მხსნელის, ანუ ქრისტეს. ეს თეორია, რასაც შენაბო, თეორიულად ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ გულს ღმერთი შეეხო და დაუმსახურება რწმენა მომცა, მაგრამ ჩემი თეორია ვერ გამყარდა ჯერ შინაგანი მდგომარეობით. ანუ ჩემ ცოდნას, რაც რწმენიდან მაქვს, ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ შეესაბამება. ხა კითხვა ჩდება, რა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემ ცოდნას, ჩემი შინაგანი მდგომარეობა შეესაბამებოდეს, ამისათვის პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ჩემი რწმენის შესაბამისად ვიცხოვრო გარეგნულად. აი გარეგნული ცხოვრება, აი როგორც წამს, ესე ვიცხოვრო. რასაც ლოცვაში ვკითხულობ, ის რეალურად აღვასრულო, ეს არის გარეგანი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაგრამ თუ ამას თანმიმდევრულად ვაკეთებ, თუ ჩემ რწმენას შეესაბამება ჩემი ცხოვრების წესი, ეს ადვილი არ არის, ამას ჭირდება საკუთარ თავზე იზულება, მერე ღმერთი მომცემს სხალობას და ჩამახედებს უკვე შიგნით და ჩემი რწმენის შესაბამის შინაგანი ცხოვრება მექნება. გესმის? და სანამ ეს მოხდება, არავის არ გაუქმებია ღვთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნება, სასופველით ისა იგზურდების. და ნახე რა პოტექსში ამბობს დღიდან იოანე ნათლისმცემლისა. რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლისა? დღიდან იოანე ნათლისმცემლისა. იოანე ნათლისმცემელმა თქვა, შეინანეთ. რამე თუ მოახლოებულა სასופველით სასა. შეინანეთ არის მეტამორფოზის პროცესი. აქედან გამომდინარე ქრისტე ამბობს, რომ მეტამორფოზის პროცესი უნდა იყოს თქვენში პროცესი, რომელსაც ჭირდება საკუთარ თავზე იძულება. ეს არის მცნება ღმერთის. აი რო გაინტერესებს ღმერთს რა უნდა ნეტა. აი ღმერთს ეგ უნდა, რომ შენში იყოს ეს მეტამორფოზის პროცესი, ანუ მუდმივი განვითარების პროცესი, რომელსაც ჭირდება შენი ძალისხმევა. ერთი ნიუანსია კიდო, ეს განვითარება არა უსაგნოდ, არამედ გაცნობიერებით სათხარ და საითკენ უნდა წახვიდე. ზუსტად უნდა იცოდე მისამართი და სათხარ ესეც უნდა ზუსტად იცო. აი ესე. თუ გასაგებად თქვი არ ვიცი რა.